თავი მეშვიდე. უთხრა უფალმა მოსეს. იცოდე ღმერთად დამიდგენი ხარ ფარაონისთვის. შენი ძმა არონი კი შენი ქადაგი იქნება. შენ იტყვე ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ, ხოლო შენი ძმა არონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან. გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად. არ მოგისმენთ ფარაონი. მაშინ ხელს მოუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან. გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს. ასეც მოიქცნენ მოსე და არონი, როგორც ნაბრძანები ქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ. 80 წლის იყო მოსე და 83 წლისა არონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს. უთხრა უფალმა მოსეს და არონს. თუ გეტყვით ფარაონის სასწაული მოახდინეთო, უთხარი არონს. აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს, გველად იქცევა კვერთხი. მივიდნენ ფარაონთან მოსე და არონი და ისე მოიცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო არონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს და იქცა გველად. უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს და მათაც ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს. მოისროლეს თავთავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად, მაგრამ შთანდგა არონის კვერთხმა მათი კვერთხები. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. უთხრა უფალმა მოსეს. გული გაუქვავდა ფარაონს. უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე. წადი დილით ფარაონთან. წყალზე გამოვა და შენც დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს. უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა გამომგზავნა თქო შენთან. გეუბნება გაუშვი ჩემი ხალხი რომ უდაბნოში თაყვანიმცენ. აჰა, ყურს არ მიგდებდი აქამდე. ასე თქვა უფალმა. ამით მიხვდები რომ უფალი ვარ. აჰა, ამ კვერთხს ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა. გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დავლევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. უთხრა უფალმა მოსეს. ასე უთხარი არონს. აიღე თქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს, დინარეზე და ნაკადულებზე, ჭაობებზე და წყალთა ყოველ შესაკრებელზე და იქცევიან სისხლად. სისხლი ჩადგება თქო მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, ხეში თუ ქვაში. ისე მოიქცნენ მოსე და არონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ. და იქცა სისხლად ნილოსის წყალი. ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული. იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ, სასმელი წყალი რომ ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს. 7 დღემ განვლო მას მერე, რაც უფალმა დაჰკრა ნილოს.